მოგესალმებით მეგობრებო და დაგიბრუნდით ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით. სულ რამოდენიმე დღის წინ ჩინურმა სტარტაპმა ხელოვნურ ინტელექტში DeepSeek-მა კერძოდ კი პარასკევს გამოუშვა მისი ახალი ვერსია V4 Flash და V4 Pro. ისედაც ვიცოდით რომ DeepSeek-ი უფასო ვერსია იყო და მან ორჯერ გადატრიალება მოახდინა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში. ხოლო ახლა კი რევოლუციას აპირებს. კერძოდ, როგორც DeepSeek-ში განაცხადეს, ეს კონკრეტული ორი მოდელი უტოლდება და ხშირ შემთხვევაში ასწრებს ისეთ მოდელების Pro და Expert ვერსიებს, როგორც არის ChatGPT, როგორც არის Gemini, როგორც არის Claude და სხვა. ოღონდ აქ ხაზგასასმელია ის, რომ DeepSeek-ი არ გამოიყენება ვიდეო გენერაციის ან სლაიდების გაკეთების, ეს არის კლასიკური ტექსტური ნაწილი და რა თქმა უნდა გამოიყენება კოდირების დროს. ანუ იმ შემთხვევაში ვიყენებთ DeepSeek-ს, თუ თქვენ ხართ web developer-ი, ან მუშაობთ კოდების დაწერაზე, ან თქვათ უბრალოდ საუბარი გსურთ ხელოვნურ ინტელექტთან, გინდათ რჩევების მიღება, გირჩიოთ ბევრი რაღაც და ასე შემდეგ. მოგეთ გავტესტე, მე ნაყიდი მაქვს Gemini-ის Pro ვერსია და შევადარე ერთმანეთს. ეს ორი ახალი მოდელი, Pro ვერსია და Gemini-ის Pro ვერსია, რა თქმა უნდა, და შედეგები არის ფანტასტიკური. ჯერ ერთი ის რომ ინფორმაციის მოწოდება არის ზუსტად იდენტური, ანუ რასაც Gemini-ის Pro ვერსია ფასიანი, რომელიც 60 ლარი ღირს თვეში და აქციის გარეშე თუ იყიდით, შესაბამისად გაძლევს ზუსტად იდენტური ინფორმაციას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ DeepThink-საც ჩაურთავთ DeepSeek-ს, მაშინ აქ უკვე ჩვენ ვცილდებით ჩვეულებრივი პასუხების რეჟიმს და გადავდივართ უკვე სამეცნიერო თემაში. კონკრეტულად გაზაფხულის ალერგია მაქვს, რომელიც მეწდება აპრილის ბოლოდან და ამ ორ ხელსაწყოს პლატფორმას გავთხოვე, რომ ჩემი ექიმის მიერ გამოწერილი წამლები და ზოგადად რეცეპტი გაეანალიზებინა. შედეგები არის ზუსტად ერთ და იგივე, გარდა ამისა ხშირ შემთხვევაში DeepSeek-ის კონკრეტული პასუხი ბევრად უფრო ვრცელ ანალიტიკას ჰქონდა დაფუძნებული, ვიდრე ეს იყო Gemini-ის შემთხვევაში. რაც გასაოცარი არის, მინდა გითხრათ, უფასოდ ამ ხელა ინფორმაციის ბაზის მიღება, ეს არის წინვალე შედეგი. ახლა რაც შეეხება ამ ვერსიის გამოყენებას, თქვენ ასევე კოდების წერაში შეგიძლიათ, მოხსენებათ რომ ღია კოდის წყაროა DeepSeek-ი და უფასოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ თქვენ იყენებთ Python-ს ან სხვა მსგავს რაღაცას. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ DeepSeek-ი არ არის ფოტო, ვიდეო გენერატორი და ასე შემდეგ. ეს არის ტექსტური ნაწილი, ანუ თუ თქვენ გჭირდებათ ხელოვნურ ინტელექტისგან რჩევების მიღება, ინფორმაციის მოძიება და ასე შემდეგ, შეგიძლიათ ამ ნაწილში დაიხმაროთ და ასევე კოდების ან web developer-ის web development-ის მიმართულებით. მოკლედ, მეტი ინფორმაციისთვის ჩემი ახლა მოიწერეთ.